სოფელ დვაბზუს თემში სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში უკვე 2 პროექტი განხორციელდა. რაც შეეხება გამგეობის შენობას, მშენებლობა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს თემი 900-მდე კომსაერთიანებს წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში აქვს 3 პროექტის განხორციელება და იგეგმა. გაღმა დვაბზუს მოსახლეობის მოთხოვნით საბავშვო ბაღისთვის, რომელშიც ამ დროისთვის 35 პატარა აღრიცხული მცირედი ინვენტარი იქნა შეძენილი. მოწესრიგ და სამზარეულო და შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, რამაც ჯამში 900 ლარი შეადგინა. ყველა წელიწად სოფლის ფარგლებში იძებნება საშუალება იმისი, რომ გაკეთდეს ბაღში თუნდაც ერთი წერტილი და ერთი რაღაც მოწესრიგდეს. გასაკეთებელი კიდევ არის პირველი სართული, რა თქმა უნდა, მოსაწესრიგებელია და ვიმედოვნებ შემდეგ წლებში აუცილებლად მიექცევა ყურადღება და გაკეთდება. მეორე პროექტი, რომელიც ასევე გაღმა დვაბზუსში განხორციელდა სოფლად არსებული სასაფლაოს ახალი ღობია, რაზეც 3000 ლარი იქნა გახარჯული. მოსახლეობა კმაყოფილია, თუმცა შიდა გზების მოწესრიგების იმედიც აქვს. ეს მეორე პრიორიტეტი იყო, რომ მოვუარო ჩვენ მიცვალებულებს, ჩვენი სასაფლაო იყოს წესრიგში და ეს თანხა დაახლოებით ხედავთ თქვენ ორივე მხარეს შეიყოფა და ეს იყო სოფლის განვითარების პროგრამის გამოყოფილი ფარგლებში დახარჯული თანხის რაოდენობა. ჩვენ კიდევ გვინდა რომ შიდა გზები მოაწესრიგოთ, დაახლოებით ჩვენ კარგად ვიცით რომ ყველა სოფელში და ყველგან თანაბარი ის არის გასაჭირი არის. არ გაკეთებულად 20 წელი ჩვენ არც გზა გაგვირემონტები, არც ხიდი გაგვიკეთები, არაფერი, რა ვიცი, რაღაც მიზეზების. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელ დვაბზუს ცენტრში კი ამ დროისთვის გამგეობის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით წელს თემს პროგრამის ფარგლებში 40000 ლარი ერგო, რაც არასაკმარისია. სამომავლო გეგმებთან ერთად კი დარჩენილი სამუშაოების დროულად შესრულების იმედი აქვს. გადახურვას ამ წელს დავასრულებთ და შემდეგ დავიწყებთ შიდა სამუშაოებს. თანხა ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, იგი პროექტს სანახევროდ აკეთებს, მაგრამ გვაკეთილი ადამიანების იმედი არიან დაპირებას მოსახლეობა, რომ შემოწირულობით იქეთ გამგეობას გვეხმარება და იმედი გვაქვს, რომ დავასრულებთ მშენებლობას მალე. წელს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.